სალამი, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ. გადაცემა, სადაც კრიპტოსამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. ბიტკოინი აგრძელებს სტაბილურ ზრდას და ამ დროისთვის $93,000 ნიშნულს აღწევს. მთავარი ფაქტორები იგივეა: ინსტიტუციური ინტერესი და ბაზრის პოზიტიური მოლოდინი. ეთერიუმიც აყვა ტრენდს და შეინიშნება მსუბუქი ბულიsh მოძრაობა. კრიპტო ბაზარი ჯერჯერობით ინარჩუნებს აქტიურ ტემპს, თუმცა პროგნოზები კვლავ ფრთხილია. და ამ ფონზე, როცა ბიტკოინი უკვე ძალიან მაღლა, ზოგიერთი ინვესტორი უყურებს იმ ქოინებს, რომელიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ერთ-ერთი ასეთია Pi Network. პროექტი, რომლის ქოინსაც უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი აგროვებს პირდაპირ მობილურიდან. სოფლიოში უკვე 50 მილიონზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ პროექტში. და ალბათ იკითხავთ, რატომ არის ეს პროექტი ასეთი პოპულარული? პირველ რიგში მაინინგი სრულიად უფასოა. არაფერი არ გჭირდება გარდა ტელეფონისა. არც დანახარჯი გაქვს და არც რისკი. მეორე, ყველა აგროვებს თანაბარი წესებით. ამას ეძახიან fair launch. ყველა ერთ დონეზე იწყებს და რაც უფრო აქტიური ხარ, მით უფრო მეტი გერიცხება. მესამე, ეს არ არის უბრალოდ ქოინი. პროექტის მიზანია Pi გამოყენებული იყოს აპებში, ონლაინ მარკეტპლეისებში და smart კონტრაქტებში. და ბოლოს, თავარი ეტაპი უკვე დაიწყო. მაინეტი ამოქმედა, მაგრამ ჯერ კიდევ ველოდება სრულ გლობალურ დარეგულირებას, როცა Pi გახდება საჯარო და მოხვდება მთავარ ბირჟებზე. ამ ეტაპზე სხვადასხვა პლატფორმებზე მისი სავარაუდო ფასი მერყეობს 0.5 ცენტიდან $1. და გადავიდეთ კრიპტოსლენგის რუბრიკაზე. დღევანდელი სიტყვა არის moonshot-ი. პროექტს ეძახიან moonshot-ს, როცა მას აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ჯერ არაფერი დადასტურებული არ არის. ხალხი ასეთ პროექტებში ხშირად იმიტომ ერთვება, რომ იმედს ამყარებენ, თუ გაიჭრა ყველაზე დიდი მოგება სწორად დასაწყისში. ეს იყო ბიტანიკა შორტის მეხუთე ეპიზოდი. გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩნდეს თავარი მოკლედ.